გამარჯობათ მეგობრებო, დღეს არის 2025 წლის 17 თებერვალი და მინდა გაჩვენოთ, ვერ ვითმენ რა თქმა უნდა გაზაფხულის დადგომას ვერ ველოდები. ერთი სული მაქვს მოკლედ და დღეს წამოვედი ჩემი წონების ნაკვეთის შესავსებად, მოსავლელად, გადასახედად, რაღაც კომპოზიციების დასაგეგმად სამომავლოდ და ასე შემდეგ. დღესდღეობით აი ასე გამოიყურება, ძირითადად შევიძინე ყველა ის მცენარე, რომელიც მინდოდა რომ მქონოდა. დღეს გაგაცნობ თითოეულ მათგანს, მაკლია მხოლოდ რამდენიმე. უფრო ვფიქრობ, რომ რადგან ძალიან პატარა ადგილი არის, დავიმატებ ჯუჯა და სუპერ ჯუჯა მცენარეებს, მაგრამ გარდა ამისა, მინდა გლობაზე, რომელიც ახლა არ მაქვს და რატომაც გონია, რომ ამ ჩემ ნაკვეთს ძალიან მოუხდება. ვცდილობდი, რომ ფაქტურებისა და ფერების ნაირსახეობა ყოფილიყო წარმოდგენილი ამ ნაკვეთში. და შეიძლება გარკვეული ცვლილებების ამომავლოდ კიდევ განიცადოს გადარგვები, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ალბათ შემოდგომამდე ყოველ შემთხვევაში ამ სახით იქნება. ეს არის არ ვიცი როგორ ჩანს, ქვების რა თქმა უნდა ქაოსია ჯერჯერობით, ქვები რაც ვნახე მთელ ნაკვეთში მოვიტანე და აქ დავყარე, აი ამ ბილიქს ვაკეთებ ჩემი ხელით. ანუ ეს მინდა გავდეს ეს მხარე უფრო ქვიან კომპოზიცია იყოს ქვისა და წვიწოვნების სინთეზი. და შესაბამისად ყველა ქვა რაც კი ვნახე ნაკვეთზე აქ მოვიტანე და კიდევ ის მოსატანი და მომაქვს ყრიმათ ესე გაფანტულად რომ შემდეგ რაღაც ლოგიკურ კომპოზიციებამდე მივიყვანო. აი ხა მაგალითად სულ გაფანტულად ყრია ეს ქვები, არანაირი აზრი ჯერ აქ არ არის ჩადებული. მაგრამ ნელ-ნელა ყველა მოსვლაზე რაღაცას დავამატებ, თქვენ ვფიქრობ. ეხლა წარმოგიდგენთ თითოეულ ჩემს მცენარეს, როგორ გამოიყურებიან ისინი. არც ვიცი გახარებულები არიან თუ არა, იმიტომ რომ ეს არის შემოდგომაზე დარგული. აი ეს არის ზაბლუს, ტირავა, ვერცხლისფერი ნაცვია. იქნება არ იქნება დიდი, ყოველთვის სჭირდება რომ ჰქონდეს მას ესეთი სამაგრი, იმიტომ რომ თავისი ღერძი მას ვერ ოჯერავს, მაგრამ არის ულამაზესი, ფუმფულა და სამომავლოდ ვფიქრობ ძალიან ლამაზი იქნება, თუმცა ამას რამდენიმე წელი დასჭირდება. არ აღიქმება ამ ქვების გამო. ქვები დავადე, იმიტომ რომ ქარს არ მაინც შიგნით ხომ არის ეს ქვის გოროხი, ასე ვთქვათ, რასაც ფესვთა სისტემა იყო დაუშლერი და მეშინიერობა რა მოაყირაოს თქო ქარმა. ამიტომ ქვები აწყვია ქარში. ეს არის old gold. ჯუპინარის ხვია. old gold-ი. სუნიც უნდა კონდეს. არაჩვეულებრივი სუნი აქვს. აი ეს არის დღეს დარგული ჩემი საოცნებო ფიჭვი. შვერინის ფიჭვი როგორ ქვია უითჰორსტ თუ რაღაც ეს აი ულამაზესია და ნახეთ უკვე პატარა გირჩიც კი აქვს იმედი მაქვს გაიხარებს რა ვიცი ჯვარისწერია ეს არის ბიოლოგი რომელიც შარშან გაზაფხულზე დავრგე მაგრამ სავარაუდოდ გაიხარა, იმიტომ რომ კვირტები დაბერა, მაგრამ მე კიდევ გადავრგე. ძალიან შიშობ და იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება და იმედი მაქვს, რომ ბიოლოგი იქნება. ამის სახელი არ მახსოვს, ეს არის სახეობა, რადგან ახალია, ეს დღეს დავრგე. და შევა მივაწერო ვიდეოს. არის ზრდება დიდი, ეს არის ტუიას სახეობა, დიდი ჩახუჭუჭებული ტუია, დიდი არის ზრდება და ძალიან ლამაზი იქნება. ეს არის როგორ ქვია blue star-ი თუ არ ვცდები. ეხლა ფერი აქვს შეცვლილი, შარშან დამისიან და ერთი ტოტი ეს ნამდვილად ესეთი ფერია. რაც სითბოში იყო ესეთია. აი, ვერცხლისფერი. ულამაზესი ხდება მზეს. ეს ჩემი ტუიას მარაგდი, ჩემი უსაყვარლესი. Silverlock, სოჭი. ისიც არ ვიცი, მედი მაქვს რომ გახარებულია. ცოტა კი შეიძლება
ახლა მაგრამ ისე დროს დავდგე უკვე გვიანი გაზაფხული იყო და აბა თუ ჩანს მგონი კვირტები აქვს ეთყობა ახალი კვირტები აი ეს სულ მკვდარი წამოვიღე გვერდიდან თუ ვერცდები უნდა იყოს მთის ფიჭვი და გადარჩა რა ვიცი ეს არის პატარა მოწყვი ლაგისტრალიკი ლაგისტრალიკი დავალაგებ მე აი როგორი ლამაზია ამან გაიხარა ვიცი იმიტომ რომ ჩვენთან ეს